გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ლუკა და დღეს თამაშობ Minecraft. მინდა გაჩვენოთ რა 5-6 გლიჩი. და ამ გლიჩი ზოგი თქვენთვის ნაცნობი და ზოგი კი არა. დამეწერეთ კომენტარებში თუ რომელი იყო თქვენთვის ნაცნობი და რომელი არა. კარგი, დავიწყოთ ეს გზავითო. შემდეგ გაჩვენებთ ჩემ შექმნილ ტანკს, რომელიც ასევე სწროულობს. ჯერ დავიწყეთ მარტივი გლიჩები და შემდეგ გავაძლიერებთ. ანუ გავაძნელებთ. რა ხდება? წყალში ყოფილი. კაი, წავიდეთ თავისუფალ ადგილზე. აი, მოდი აქ ნახოთ. პირველი გლიჩი თქვენთვის ყველაზე ნაცნობი არის აი ეს. ჩვენ გვჭირდება მისთვის ორი მასალა, ერთი ეს მეორე კი ჩვენ ახლა ეს თქვენთვის ძალიან ბევრისთვის ნაცნობია და ვინც არ არის Minecraft-ის მოთამაშე, იმისთვის ძალიან გასაკვირი იქნება. აჩი მეგობრებო, ცოტა დამაკვდა. ვიცავდება და გაჩერდით, მე მგონი მასალა შემეშალა. ხო, აწივიზა, გავიგე. რაც ქონია სისტემა ცუდად გაკეთებული და ცუდად გზე ვარ თანაც. ძალიან გამიკვირდა მეთქი. 1 2 3 4 პორტალი შექმნილია. შევედით, დავევებით. აქ როგორც ხედავთ, არის ლავა. აი, ახლა შემდეგი გლიჩი. მე გავახციეთ თუ რა ხდება. კაი, შემდეგი გლიჩი, ალბათ ძალიან ნაცნობი. ამისთვისაც ორი მასალა გვჭირდება, რკინა და ასევე გვჭირდება სცენარეებში ყვახი, რაღაცა ყვახი. ეს ალბათ ესეც ნაცნობია. პირველში ეს ამას მივცემთ ასეთ ფორმას, ინგლისური კლასოს. და თავზე დავადგამთ ამას. ახლა კი რკინის კაცი შეიქმნა. კარგით, აბა მესამე გლიჩი. ესეც თქვენთვის ნაცნობია, მაგრამ ზოგიერთს არ გამოვზდის, მე კი გამომდის. აი, ამისთვისაც საჭირო ორი მასალა, ერთი ეს, მეორე კი ეს დრაკონის თვალი. ეს ალბათ მივხვდით უკვე, ვინც იცით, ეს 1 2 3 3 შეიძლება არ გამოვიდეს ასეთ ძალიან თული გასაკეთებელია და იმის გამო არ გამოვიდეს. კაი, 1 2 3 1 2 3 შეიძლება არ გამომივიდეს, მეგობრებო. ზოგჯერ გამოდის და მინდა გაჩვენოთ 3 1 2 და 3. აი, გამოვიდა. როგორც ხედავთ. ამაში ბოლოს ჩავალ, მეგობრებო, რადგან აქ რომ ჩავიდე, მე სანამ დრაკონს არ მოკლავ, ვერ გამოვალ და დრაკონს უკლას დიდი ხანი უნდა. ამას მე გაჩვენებთ აქ ჩართვას, კარგით. ახლა ეს ხომ ეს როგორ იყო? მეოთხე გლიჩი. მეოთხე გლიჩისთვის ჩვენ გვჭირდება
შევიდეთ სცენარებში. გვჭირდება აი ეს ქვა ვიდეოს და ასევე გვჭირდება აი ეს თავი. ყველაფერი ასეული მასალა გვჭირდება. ამისთვის ჯერ აი როგორც ტვინის კაცის ისეთ ფორმას მივაღებიათ. და შემდეგ ამ თავს 3 1 2 და ეჩეთ მეგობრებო, როგორც მე კიდევ შევეცადებ ეს მასალა, აი განახებთ რა მასალა, შევყავთ სცენარებში და აი ეს მასალა, ეს როგორც ხედავთ და 1 2 ეს სულ მეშლება, ყო მეორე შემეშალა, სულ რა მეორე შემეშალა, ძალიან გავს ეს ფერი, ფერითა განსხვავებული, ერთი და აი ვიზარი მე რუსული მაზეოთ ახლა აი, აბა შემდეგი გლიჩი. ეს ძალიან კარგი გლიჩია. ახლა ამ გლიჩისთვის ჩვენ გვჭირდება კვერცხი, აი ეს იასამისფერი კვერცხი, თუმცა ხოლმე არ ვიცი. იასამისფერი კვერცხი. ასევე გვჭირდება, მეგონი გვჭირდება ბევრი მასალა გვჭირდება კვერცხი. ასევე გვინდა, აი აქ უყურეთ, აქ. ავირჩიოთ რა ფერების უნდა მწვანე. აგერ ლურჯი, აგერ წითელი, აგერ სტაფილოსფერი და აგერ ყვითელი. და ახლა ჩვენ ავირჩიოთ ყველაზე მთავარი. ოღონ ის სადახა უნდა ვეძებნა. აი ვიყო. და კიდე ერთი ხედავთ, როგორც ხედავთ, ბევრი მასალა ჭირდება. აი ეს. ეხლა ალბათ. ეს ასე ახლა ჩვენ ეს ასე იცით ეს რა ცხოვრობს ამას უყურეთ ობა ვიდე გავაკეთებ ობა ასევე ვიდე გავაკეთებ ობა უბრალოდ ერთხელ არ დაჭირდი ხან დაჭირეთ ასე და კიდე ერთი გავაკეთებ შეიძლება ასე გავაკეთებ მაგრამ როგორც ხედავთ ძალიან მაგარია ლამაზიცაა და ბოლო გლიჩი ასეთია ამისთვის გვჭირდება აი ეს ტემპი ასევე გვჭირდება აი ეს ასევე გვჭირდება ეს და კიდევ გვჭირდება სადა ეგ მასალა გაჩე ეს და ხო აი არა ეს არა აი ეს სულეთ რომელიც მინდა თავში და ეს ამაზე უფრო გამოდის თუ რა ვქენი ასე კაი და ახლა გვჭირდება ეს თავარია ის არის ან სულ ერთი ასეა რომ ის არის ან რაღაც კაი ის არის მე ისას ავიღებ ახლა ამისთვის ჩვენ ასე დავდებთ სულ ერთი როგორც არის მე ამას ასე დავგზავნებ სულ რამ ხელამაძეზე წინდათ ეს ასე ამაში ჩვენ ჩავდებთ ახლა აი ამისრებს აი ამას დავაჭერთ და როგორც ხედავთ ისვის კარგი გლიჩები დასრულდა ახლა მე ტანკის იმას განახებ ტურს ჩემი ტანკი როგორ ჩემი შექმნილი ტანკი ამ გლიჩის გამოყენებით ასევე და კიდევ გაჩვენებთ შემდეგ როგორ დაგვიდით ამ დრაკონის პორტალს აი გამოვიდეთ შევიჭრდა აქ როგორც ისინი რატო დავაკეთე იქ როგორც ხედავთ სპეციალური სამიზნე მაქვს და როგორც ხედავთ ჩემი გლიჩის სასროლი აქ ის აქ ვიდეოს
ისრები, გუნდები, ასე შემდეგ, სხვადასხვა ისრები და ასე შემდეგ. ხა ჩემ ტანკში უნდა გაჩვენოთ. აქ სპეციალურად დასაჭერი უყურეთ, აქაც ამაკ დასაჭერი, აქ უყურეთ. ოპა. და შიგნიდანაც. ხია რატოათან კარგად უნდა გავუკეთო. ჩემი ის აქვითომ კომპიუტერები რაღაც ისინი მოწყობილობები. აი. ასე ისინი ვითომ ტანკისთვის მაინც ხო ვიცი, აგემ დივნები, გარეთ გასახედი. ეს სამიზნეა, დავაჭერთ და ესე დავაჭერთ. ისვის დავაჭერთ. როგორც ხედავთ, თუ დაინახეთ ისროლა. დავაჭერთ, დააკვირდით, ხანჯარს დააკვირდით. ხედავთ ალბათ, ახლა გუნდა ისროლა. კიდე ასევე ბომბა ტენდი არ ჩადოთ. ტენდი აგიფეთქდება, ძირს დააგდებს. ჩადეთ მაგალითად აი ეს სამკავი და ასე შემდეგ. კაი, ახლა როგორც დააკვირდით, დრაკონის პორტალი. შიშევა, მოკლავ დრაკონს და აი ამით დაგემშვიდობები. ეს გლიჩებისთვის სპეციალურად მოხდა ეს ტანკი სპეციალურად გლიჩებისთვის ესეთი რაღაცებია სხვადასხვა გზებია წავიდე შეიძლება პორტალი და რაღაცა შეცვლა რომ მომჭირდეს და შემთხვევით გავა და რაღაცა და ცალკე მაქვს ამისთვის თან ისეთი რამ ვიზერი ან რაღაც რო გავაჩინო ხო შეიძლება იმგენი დამინგრიოს რო ისვრის და რაღაცები და ამიტომ ცალკე მაქვს ალბათ მეფიქრე აი როგორც დაკვირდით შევედით პორტალში აგეთ და მაქვს ხანჯალი სადა ვარ ძალიან სიბნელეა მეგონი არაფერი არ ჩას აი დრაკონ კრაი ანუ ეს ენდენ დრაკონ გაჩაუწევაგე სანსიმნალეში მოხდი აჰა გასაგებია საკუთარ აი როგორც ხედავ აქ ბევრი სლენდერმენებია აი ენდერ დრაკონი ჩვენ ამისთვის ჯერ უნდა დავანგრიოთ აი ესენი პირველ რიგში რათა ადვილად მოვუკლათ თან აკვირდება როგორც ხედავთ ხაზ დააკვირდით ესა ახლა შეიძლება გავია მენდე დრაკონს არაფერი მოკლავთ იმის არეში შეიძლება მოკლავთ და ძალიან გაგიჭირდებათ ენდერმენები ცოტა გიშლიან მე თვითონ დრაკონი კიდე ენდერმენები ისე უფრო გიშლიან და ძალიან ბევრი აგენტი და უფრო გიშლიან ეს იმდენად არ გეყავს ამ ყველაფერს რო დავანგრევთ როგორც ხედავთ იქ რაღაც ბუდეა იქ დაждდება დრაკონი და მის დახმარებით იქ რო დაждდება მაშინ მოვკლავთ უტყამთ და მოვკლავთ ვიზერს პატარა სიტუაცია როცა რჩება რაღაცნაირი ფერსონის და ძალიან ძნელია მან მოსაკლავად საერთოდ თუ მოკალით ვინმე კომპიუტერში კომენტარებში დამიწერეთ ხო ნუ ხომ დინინდენი აი დავანგრე ყველა დავანგრიე ხო დია ყველა დამიგრევია ასე მალე მე არ ველოდი კაი აი როგორი გიხარით ამ ბუდეში შეგდებოდა ნახეთ ძალიან დიდი აქტივია ეს სპეციალური ხმალი უყურეთ როგორი ხმალია ხო საერთოდ ხმალი სილვერის და სილვერის შემოგვივა თან დამოღარია როგორც ხედავთ ძალიან დიდი აქტივია წესი და ასეც დიდიც უნდა ენდერმენს უფრო ძნელი მოსაკლავია და ეს უბრალოდ დიდი ხაზი აქვს თორე ენდერმენი რო გაგიქცევა ამაზე გაკიდება და მეზარება თორე აქ ისედაც გავაკიდები და ისედაც ჰაერში შეკრება მოვკო არა გროდაზება ცოტა რა ვიყო მე მაგ ერთი იდეა უნდა გავაკეთო ამაში დამჭირდება ეს და დამჭირდება სად არის სთავარია ალბათ ხდებით უკვე დამჭირდება ტენტი ტენტი არის ეს აი გამოდის ასე უნდა გამოვა არა მოსულ აი ეს მოიცა და ის უბრალოდ დაუღრი
გამოვიდე, მაგრამ არ დააბლა. ძალიან ისმენია. ნახე არ დაიგე, მაგრამ ასე შემიძლია დავანგრიო მაგალითად ასე ინგრევა. ნახე ისინი ძალიან ჩქარები არიან, კი პორტალდებიან, ჩქარები არიან როგორც ხედავთ. პორტალდებიან. ერთი ორი მოსვლა, სამი მოსვლა მაქსიმუმ ყოფნის და მოკლა. მეგონი სამი არ ძახით, ახლა რაღაც ბოლოში ნენელაგდება. ერთხელ მოვყავი კიდე ჩემი დის აკაუნთით, მაშინ ბოლოინგში ძალიან აგდებოდა. მე ვიფიქრე, ერე ახლა მოვა მოვყავ და სამჯერ მოვიდა ეს მოვყავდა. ნახეთ როგორ ნენელაგდება თავიდან როგორ აგდებოდა. მაგრამ მე კომპიუტერში ვიყავ ჩემი დით ამ თამაშს. კომპიუტერით როგორც სასწავლო სპეციალური კადრო education იმითი თამაშობდი ჩემი დის აკაუნთით. ესეც აქვს, მაგრამ ორივე გვაქვს, მეც მაქვს ორივე გვაქვს. ერთი სკოლისთვის გვჭირდება იმისთვის. და მოვყალი როგორც ხედავთ და იმაში ბოლოში ძალიან გავუჭირდა. და მაუსით ცოტა ძნელი იყო. ნახეთ რამდენ იმის მიგდებს მაგალითად. აგერ პორტალი გააკეთე, კიდე კაი ეს არ დავანგრიე. კაი არ გონდა. კაი მეგობრებო, ამით გემშვიდობებით და თუ მოგეწონათ ვიდეო აუცილებლად დამალაიქეთ და დამაფოლოვეთ. ნახვამდის.